საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსახლეობას გარეუბნებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას დაპირდა. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარიზისგან ჩრდილოეთით უცნობი პირები რამდენიმე სამგზავრო ავტობუსს დაესხნენ თავს. ავტობუსის მძღოლებმა პროტესტის ნიშნად სამსახურში გასვლაზე უარი განაცხადეს. მძღოლებს გაფიცვის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა ყველგანაა, ჩვენ გვსურს თავი მეტად დაცულად ვიგრძნოთ. მე კომპანიაში სულ ერთი თვეა, რაც ვმუშაობ და პირადად გამოვცადე, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კატასტროფული პრობლემა გვაქვს, აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი. სარკოზის დაპირების შემდეგ მეორე დღეს 80 სამართალდამცველი დილით ავტობუსის მძღოლებთან ერთად გავიდა სამსახურში. ორ სამგზავრო ავტობუსს უცნობი პირები თავს პარიზის გარეუბანში დაესხნენ. თავდამსხმელებმა მანქანებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები და ქვები დაუშინეს. საფრანგეთის დედაქალაქის შემოგარენში ძირითადად ჩრდილოაფრიკელი ემიგრანტები ცხოვრობენ. ამ უბნებში აგრესიის ფაქტები მას შემდეგ გახშირდა, რაც სამართალდამცველებმა ნარკოტიკით ვაჭრობის ქსელი გახსნეს.